მივდივართ დედამიწის გაუდაბნოებისკენ. ნიადაგის დაკარგვა ეროზიის გამო დაახლოებით თვალნათლივ რო იყოს ეს წარმოსადგენი საბერძნეთის ფართობს ვკარგავთ ყოველ წელს ნიადაგისას ნაყოფიერების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის აქტიური დახმის შედეგი. მხოლოდ ბოლო 30 წლის მანძილზე 300% მისი ორგანული შემადგენლობა დაკარგა ნიადაგამდე. როდესაც ნიადაგი კარგავს თავის ბიოლოგიურ ნაყოფიერ შემადგენლობას, გადაიქცევა ეგრევე უდაბნოდ. ადამიანებმა ისე გააძლიერეს მოხმის ტექნიკის გამოყენების საშუალება, სინათლის სიჩქარით ავაჩქარეთ ეს გაუდაბნოებისკენ სვლა. საქართველოსთვისაც მე ვთვლი, რომ ეს აქტუალურია, ერთი შეხედვით უყურებ ქართულ შავ ნიადაგს და შეგიძლია მშვიდად გული დაიწყნა, რომ ეს ძალიან შორი პერსპექტივაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოს სხვა ნაწილში, სადაც ესე შორი პერსპექტივა, ეგონა ძალიან მალე რეალობად მოვიდა.